დავუშვათ გვაინტერესებს რა ასაკის ხალხი დადის რესტორანში, ანუ მივდივართ რესტორანში და ვიწერთ ყველა იმ მომენტში მყოფი სტუმრის ასაკს. ანუ ეს იქნება ეს მონაცემები იქნება იმ მომენტში ყველა სტუმრის ასაკი. და გვინდა რომ ეს ინფორმაცია რამენაირად წარმოვადგინოთ, ანუ გვინდა ვაჩვენოთ როგორ არის ეს ასაკები გადანაწილებული, ანუ რამდენი ახალგაზრდა, რამდენი მოხუცი და ასე შემდეგ. ესე პირდაპირ რო შეხედოთ ამ რიცხვებს ვერ მიხვდებით, ანუ ვერნაირ კანონზომიერებას ვერ დაინახავთ და ვნახოთ როგორ შეგვიძლია გავაკეთოთ ეს. ანუ შეგვიძლია ავიღოთ გადავანაწილოთ ეს რიცხვები კონკრეტულ ყუთებში, ანუ კონკრეტულ კატეგორიებში და ვნახოთ რამდენი ადამიანი მოთავსდება თითოეულ კატეგორიაში. ეს ყუთები იქნება იგივე რაც კატეგორიები. ну აქ იქნება მოცემული ეს ყუთები და აქეთ მივუწერთ რამდენი ადამიანი მოთავსდება თითოეულ რამდენი კაცი მოთავსდება თითოეულ ამ ყუთში, ანუ კატეგორიაში. ეს ჩვენი თითოეული კატეგორია და აქეთ გვექნება რამდენი კაცი მოთავსდება ამ კატეგორიაში. და დავუყობთ ამ ვედროებს კატეგორიებს 10 ერთეულიან სპექტრებად, ანუ აქ გვექნება 0-დან 9 წლამდე კატეგორია, გვექნება 10-დან 19 წლამდე, 10-დან 19 წლამდე, გვექნება 20-დან 29 წლამდე, 30-დან 39 წლამდე, 40-დან 59 წლამდე, 50-დან 59 წლამდე და ბოლოს გვექნება 60-დან 69 წლამდე, იმიტომ რომ ამ მონაცემებში მაგაზე უფრო მაღალი ასაკი არ არის. და ვნახოთ რამდენი ადამიანი მოხვდება 0-დან 9 წლამდე კატეგორიაში, იქნება 1, 2, 3, 4, 5, 6. 6 ადამიანი არის 0-დან 9 წლამდე კატეგორიაში. ვნახოთ რამდენი იქნება 10-დან 19 წლამდე. აქ მოხვდება 1, 2, 3. აქ გვექნება 3 ადამიანი. ვნახოთ 20-დან 29 წლამდე კატეგორიაში. იქნება 1, 2, 3, 4, 5, 5 ადამიანი. ვნახოთ 30-დან 39 წლამდე 1. მხოლოდ 1 ადამიანია. 40-დან 59 წლამდე. ვნახოთ 1, 2, 2 ადამიანი. 50-დან 59 წლამდე 1, 2. აქაც არის 2 ადამიანი და 60-დან 69 წლამდე დაგვრჩა 60-დან 79 წლამდე დაგვრჩა 1 ადამიანი. 1 ადამიანი. ეს არის ერთ-ერთი გზა იმის გაგების თუ როგორ არის ასაკები გადანაწილებული და მოდი ახლა ვცადოთ ეს ვიზუალურად წარმოვადგინოთ და ამ ვიზუალიზაციას ერქმევა ჰისტოგრამა. მოდი დავაწეროთ. ეს არის ჰისტოგრამა. ავიღებთ ამ მონაცემებს, ვათავსებთ მათ კატეგორიებში და ვნახულობთ რამდენი ადამიანი თავსდება თითოეულ კატეგორიაში, ან რამდენად დიდია ეს კატეგორია და მოდი შევქმნათ ჰისტოგრამა. პრინციპში შეგვიძლია დავიწყოთ. ამ ღერძზე პირველ ღერძზე ვაჩვენებთ რამდენი ადამიანია მოთავსებული თითოეულ ყუთში, კატეგორიაში. აქ სულ არის 6 ყველაზე დიდი რაოდენობა და აქეთ აღვნიშნავთ ამ ღერძზე ყუთებს. პირველი ყუთი გვექნება 0-დან 9 წლამდე, პირველი კატეგორია 0-დან 9 წლამდე, მერე გვექნება 10-დან 19 წლამდე. მოდი ყველა ცალ-ცალკე გავაკეთოთ. 0-დან 9 წლამდე გვყავს 6 ადამიანი, ამიტომ აი ამ სვეტში, ამ ყუთში გვყავს 6 ადამიანი ამ კატეგორიაში. ესე აღვნიშნავთ ამ 6 ადამიანს. მეორევე დროში, მეორე ყუთში 10-დან 19 წლამდე გვყავს 3 ადამიანი. 3 ადამიანი. მესამე კატეგორიაში 20-დან 29 წლამდე 20-დან 29 წლამდე არის 5 ადამიანი. მოდი დავწეროთ 20-დან 29 წლამდე არის 5 ადამიანი. შემდეგ არის 30-დან 39 წლამდე კატეგორია. 30-დან 39 წლამდე კატეგორიაში არის მხოლოდ 1 ადამიანი. შემდეგ კატეგორიაში არის სულ 2 ადამიანი, ანუ 40-დან 59 წლამდე არის 2 ადამიანი. 50-დან 59 წლამდე კატეგორიაშიც ასევე 2 ადამიანია. სულ ბოლო კატეგორიაში, რომელიც არის 60-დან 79 წლამდე კატეგორია, არის 1 ადამიანი. ამის მისაღებად უბრალოდ შევკრიბეთ მონაცემები, ჩავსვით კატეგორიებში და შემდეგ უკვე აღვნიშნეთ ჰისტოგრამაზე. ანუ პირველი კატეგორია აღნიშნავს ბავშვებს, 0-დან 9 წლამდე ბავშვებს, მეორე აღნიშნავს ახალგაზრდებს. უბრალოდ დავყავით და ვიზუალურად წარმოვადგინეთ.
ნახეთ, როგორ არის გადანაწილებული ეს ასაკები რესტორანში. ანუ საკმაოდ ბევრი ახალგაზრდა არის, როგორც ხედავთ, ანუ ბევრი ბავშვია, შედარებით ბევრი 30 წლამდე. შესაძლებელია იყოს რაღაც საოჯახო რესტორანი, სადაც ბევრი ბავშვიანი ოჯახი არის მოსული. პრინციპში ამას არ აქვს მნიშვნელობა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში აქ რესტორანში ყავს საკმაოდ ბევრი ბავშვი. ეს გვიჩვენებს რა სიტუაცია არის რესტორანში ასაკის მხრივ. ეს არის ვიზუალიზაციის ხერხი, რომელიც ნებისმიერი სახის მონაცემებისთვის გამოგადგება, არ არის აუცილებელი მხოლოდ ასაკისთვის იყოს. ნებისმიერი მსგავსი სახის მონაცემები შეგიძლიათ გამოსახოთ ჰისტოგრამით და საკმაოდ კარგი ვიზუალიზაციის ხერხი არის. ანუ ესე ცალ-ცალკე რო შეხედოთ ასაკებს თითოეული ადამიანისას, ვერაფერს ვერ გაიგებთ, ანუ ვერანაირ კანონზომიერებას ვერ დაინახავთ, მაგრამ ჰისტოგრამით შეგვიძლია რომ ესეთი კატეგორიები გავაკეთოთ და წარმოვაჩინოთ რაღაცა ლოგიკური კანონზომიერება.